თითის ანაბეჭდებზე ინფორმაციის მოძიების დროს, ასევე გავეცანი ხელის გულების, ზოლების ანატომიურ თავისებურებებს. ალბათ თქვენს გაუჩერები ხართ, ოდესმე ქუჩაში ბოშა ქალს და შემოუთავაზებია თქვენთვის წინასწარმეტყველება ხელის გულზე დახედვით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ადამიანებს ამის უძველესი დროიდან სჯერათ. ამას ეწოდება ქირომანტია. მეცნიერულად კი ხელის გულის ზოლებს პალმარის ხაზებს უწოდებენ. მათი ანატომიური ფუნქცია ხელს უწყობს კანის მოხრას, ხელის მტევნის, თითების მოძრაობას და ისინი იცავენ კანს ზედმეტი დაჭიმისგან და ზრდის მოქნილობას, რა თქმა უნდა. როგორც თითის ანაბეჭდი, პალმარის ხაზებიც, რა თქმა უნდა, სიცოცხლის ბოლომდე არ გვეცვლება. ისინი წყალიბდება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ნაყოფი მუცლად ყოფნის დროს არის. მე-12 კვირიდან, როდესაც იწყება ხელის მოძრაობები მუცელში. პალმარის ხაზებს მეცნიერები იყენებენ ფართოდ. გენეტიკოსები და პედიატრებიც კი ხშირად ანომალიების შეფასებისთვის იყენებენ მათ ადამიანის განვითარების საწყისი ეტაპის დაკვირვების დროს. პალმარული ხაზები ჩვეულებრივ სამ ძირითად ხაზად იყოფა. ავიღოთ ხელი. გვაქვს პირველი გულის ხაზი, რომელიც გადის ხელის ზედა ნაწილში, თითების ქვეშ. ის ასოცირებულია მტევნის კუნთებთან და ხელის მოძრაობასთან. შემდეგ გვაქვს თავის ხაზი, რომელიც გადის ხელის შუაგულში და ბოლოს ცხოვრების ხაზი, რომელიც მტევნის ქვემოთ არის და ხელს უწყობს ხელის დაჭიმულობის მართვას. ასევე არსებობს სპეციალური ხაზოვანი ფორმები და გენეტიკა. მაგალითად, სინგულარული ტრავერსალური პალმარის ხაზი. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის შემთხვევა, როდესაც გულისა და თავის ხაზები ერთიანდება და ორი გაწყვეტილი ხაზის მაგივრად გვაქვს ერთი უწყვეტი ხაზი. ესეთი შემთხვევა შეიძლება 30 ადამიანში ერთს მოუვიდეს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება მეცნიერებმა ისინი დააკავშირონ გარკვეულ დაავადებებს, როგორიც არის დაუნის სინდრომი, ტრიზომია 13 ან ტრიზომია 18 და კათრეთელ დეფექტები. და ბოლოს, რა თქმა უნდა აღვნიშნოთ, რომ მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ არც ერთი ხელის გულის ხაზი არ წინასწარმეტყველებს ადამიანის ბედს, იღბალს ან მის სიყვარულს.